მერაბ მამარდაშვილი და ლიტერატურა. ამ სახელწოდების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მწერალთა სახლში გაიმართა. ღონისძიება ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 95 წლის თავს მიეძღვნა. კონფერენცია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერ-მკვლევრები. ორგანიზატორთა განმარტებით კონფერენციის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო ნამუშევრების საიუბილეო კრებული ახალი წლის დასაწყისში გამოიცემა. 15 სექტემბერი არის დიდი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის დაბადების დღე. წელს მერაბ მამარდაშვილს შეუსრულდებოდა 95 წელი და ამ თარიღის აღსანიშნავად საქართველოს მწერალთა სახლმა ჩაატარა 15 და 16 სექტემბერს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით მერაბ მამარდაშვილი და ლიტერატურა, რომელიც შეეხება მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის მიმართებას ლიტერატურასთან და ზოგადად ამ ფილოსოფიის აქტუალურ საკითხებს. კონფერენციას ჰყავს 23 მკვლევარ მომხსენებელი, მათ შორის 5 უცხოელი მკვლევარი და აღსანიშნავია ის, რომ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს როგორც ასე ვთქვათ პროფესიონალი მკვლევრები, პროფესორები, დოქტორები, დოქტორანტები, ასევე მაგისტრები, მაგისტრანტები და ბაკალავრიატის სტუდენტებიც. და ჩვენი კონფერენციის კონცეფცია იყო ის, რომ მათ უმცროსებს და უფროსებს ერთ ფორმატში ერთად მიიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში და ესწავლათ ერთმანეთისგან. ძალიან მისასალმებელია, რომ მერაბ მამარდაშვილისადმი მიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობს რამოდენიმე ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო სპეციალისტი. მათ შორის არის რა თქმა უნდა ქართველი მონაწილეებიც, ქართველი მკვლევრებიც, იქნებიან ეს დოქტორანტები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები თუ ასე შემდეგ. მეც მხვდა პატივი წილად, რომ მე მეღო ამ კონფერენციაში მონაწილეობა და ჩემი ძირითადი ზოგადი თემატიკა არის ესეთი, მოკლედ ვიტყვი სათაურს სამოქალაქო საზოგადოების იდეური რეალობა მამარდაშვილის თვალსაზრისით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან თანამედროვე ფილოსოფოს მამარდაშვილს ეძღვნება ეს კონფერენცია. თემა არის კონფერენციის მამარდაშვილის ფილოსოფია და ლიტერატურა. და მე მივაქციე ყურადღება, რომ მისი ჩანაწერების გაცნობისას ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ მისი ფილოსოფიის ყველა ასპექტში ლიტერატურა ფიგურირებს და ამიტომაც მე შევარჩიე ჩემი თემა ინდივიდის გზა ფილოსოფიიდან ლიტერატურამდე.